მე ვარ ნიკოლას ცეცრაშვილი, 11 წლის. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და კომპიუტერული თამაშები. უკვე 4 წელია დავდივარ ფეხბურთზე და ვთამაშობ ლიონში. თამაშობ მარჯვენა შემტევის პოზიციაზე. შეტევაში ვთამაშობ და გოლებიც გამოვს. უკვე მაქვს დაახლოებით 2000 გოლი გატანილი. აქედან ერთ-ერთი გამორჩეულად მახსოვს. ჩემს საჯარიმოში მომწეს პასი, ყველა მოვატყუე და გავიტანე გოლი. ისეთი მომენტიც მქონია, როდესაც უეჭველი უნდა გამეტანე და ვერ გავიტანე. ერთჯერ ბურთი მიმქონდა და ორ მოთამაშეს გავუცდი. მაგრამ ბოლოში კარგად ბურთს ვერ დავარტყი და მეკარე მამიღო. მაგრამ არა უშავს, ზით ფეხბურთელებსაც ემართება დასი. მახსოვს პირველი დღე ფეხბურთზე რომ შევედი. ცოტა ნერვიულობდი, ბავშვებს ვიცნობდი და პირველივე ვარჯიშზე გავიტანე 3 გოლი. მასწავლებელმა სხვადასხვა პოზიციებზე გამომცადა და შეტევაში დამაყენა. ყველა პოზიციაზე ძალიან კარგად ვთამაშობდი. მაგრამ მარჯვენა შეტევაში აღმოვაჩინე ჩემი თავი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ბელინგამი. ჩემი საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. დღეს ლიონში მქონდა თამაში. ძალიან კარგად ვითამაშე და გავაკეთე ასისტი. ეს თამაში დასრულდა 3-2 ჩვენი გამარჯვებით. უკვე მქონდა 4 ჩემპიონატი. აქედან ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი ჩემპიონატი. მეორე ადგილზე კი გავედით, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ. ამ ჩემპიონატზე გავიტანე 2 გოლი. ჩემი ოცნებაა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო 7 ნომრით და მინდა მოვიგო მსოფლიო ჩემპიონატი და გავდირკო ბელინგემი. მე რო კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში. იქიდან გადავიდოდი მილანში და შემდეგ მინდა თამაში რეალ მადრიდში. კარიერას დავასრულებ რეალ მადრიდში, როდესაც ვიქნები 41 წლის. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ფეხბურთის მწვრთნელი. მე ვიქნები ლივერპულის მწვრთნელი. ლიონში ჩემი ფორმა არის ეს. ძალიან მომწონს ჩემი ფორმა და ვარ 7 ნომერი. ჩემი ფორმა მინდა იყოს ლურჯი თეთრში და უკან უნდა ეწეროს თეთრაშვილი და 7 ნომერი. გიორგი მასწავლებელი არის ვაჟკაცი და მხიარული. ის ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს. ჩემი აზრით 10 წელში გიორგი მასწავლებელზე კარგად ვითამაშებ. ასევე მიყვარს კომპიუტერული თამაშები. ჩემი საყვარელი კომპიუტერული თამაშია PUBG. მე რომ თამაშის შექმნა შემეძლოს, თამაშს შევქმნიდი სახლის აშენებაზე. ამ თამაშის მთავარი გმირი ვიქნებოდი მე. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს დახუჭობანი. მე მიყვარს როდესაც ვიმალებ. ეხლა მინდა ვიყო 12 წლის. იმიტომ რომ ფეხბურთს უკეთესად ვითამაშობ. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი ატალანტაში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები და მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სანდრო მეხეშიძე. ყველაზე ცალკეა ანდრია შაულიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ დორლიძე. ამ ეტაპში შეყვარებული არ მყავს, იმიტომ რომ ჩემ მთელ თავისუფალ დროს ვუთმობ ფეხბურთს. ცოლს მოვიყვან, როდესაც ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და ნინის. ჩემ ცოლს დავარქმევ ნათიას. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებია, ბაბუა, დედა, მამა და 3 ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. 1 18-ის, 1 2-ის და 1 3-ის. მამიკო არის მხიარული და სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, მზრუნველი და ჭკვიანი. აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ჰამბურგერი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სუპს. ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 13 Pro Max. ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გრძელი წინა. ასევე მიყვარს სერიალების ყურება. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს დავეხმარებოდი გაჭირვებული. ვისაც სახლი არ აქვს, გავუჩენდი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთ შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელ პლანეტაზე იმოგზაურებდი? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი ურანზე. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და კარგი ოჯახის ყოლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.